სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევები დაიწყო. ერთწლიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს წვევამდელები თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ქვედანაყოფებში გაივლიან. საშემოდგომო გაწვევებთან დაკავშირებით ჩამოთვლილი უწყებების მონაწილეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავალდებულო სამხედრო გაწვევების პროცესის დახვეწაზე მუშაობს. ასევე პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ყველა ის სტუდენტი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გაივლის, აუნაზღაურდება სწავლის საფასური. ანაკლიაში გამოგზავნდა ბატონი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩარიცხულები არიან უმაღლეს სასწავლებლებში, სურვილი ექნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლისა და თავდაცვის სამინისტროში სამსახურის სავალდებულო სამსახურის გასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო დაუფინანსებდა იმ გადასახადს, რომელიც უნდა შეიტანონ ბავშვებმა წლის განმავლობაში, ან ვთქვათ, სასწავლებლების დამთავრებამდე. რეგისტრაციის გასავალად კომისარიატში 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა პირი უნდა გამოცხადდეს. გაწევა არ შეეხებათ სტუდენტებს, დედისერთებს, ოჯახის მარჩენალს და მათ ვისაც 2 და 2-ზე მეტი შვილი ყავს. რაც შეეხება გადავადებებს, ეს უკანასკნელი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც ეროვნული გამოცდის შედეგად სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს. გუშინ მოვიდა ჩვენთან აი ასეთი ახლა ბრძანება არ არის, მაგრამ აი ესე დებულებასავით განცხადების ასლი, რომელიც უნდა დაწეროს თვითონ ბავშვმა, ესე იგი წვევამდელმა, უმაღლეს სასწავლებლების წვევამდელმა, აქ აღნიშნულია რომელი მუხლით რა როგორ აი ამას შეავსებს ეს ბავშვი. ამის შევსების შემდეგ წვევამდელს ვაძლევთ ჩვენ უწყებას, თვითონ აირჩევს თავდაცვის სამინისტროში, აი ჩვენ გვაქვს ნოემბრის ბოლომდე გაწვევები, ჩვენ ჩავსვამთ ნებისმიერ რისკში, რომელიც მას უნდა მშობლების გადაწყვეტილებით და 20 ნოემბერი, 20 სექტემბერი, 24 ოქტომბერი. აი ამ უწყებით წვევამდელი მიბრძანდება თავის უმაღლეს სასწავლებელში. დეკანატში აი ამასთან ერთად წერს განცხადებას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევასთან დაკავშირებით გთხოვთ აკადემიური შევინება გაუქმო. აი ასეთი სახით იქ იციან ალბათ. იმიტომ რომ ჩვენთან თუ მოვიდა აი ეს დებულება და აი იქაც უკვე იციან ალბათ ყველა უმაღლეს სასწავლებლებში ხელმძღვანელობა რა თქმა უნდა. ამის შემდეგ ბავშვი მოდი ჩვენთან ვიცით სამხედრო სავალდებულო სამსახურში და დამთავრების შემდეგ უფინანსდება აი ეს თანხა, რომელიც უნდა გადაეხადოს. ახალგაზრდების გაწევა მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოხდება. წვევამდელები სპეციალურად სამედიცინო შემოწმებას გამწვევ კომისიასთან გაივლიან.